როგორ ხართ? ვიმედოვნებ, რომ ყველა ხარ ძალიან კარგად. ისევ დავიჭრიჭებ ძალიან საყვარელი მიკროფონი ხელში და მინდა რომ გეჭირავთ რაღაცეებზე. დღეს მინდა რომ გელაპარაკოთ იაპონურ კლიმატზე. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩემთვისაც გაუგებარი იყო ჯერ ასე რატო ფიქრობენ და მეორეც კიდე ძალიან საინტერესო ასე მგონია. მოკლედ, დავიწყოთ პირველი იქიდან, რომ იაპონელებს გონიათ, რომ მარტო თვითონ აქვთ ეს შიკი. ეს ქვია იმას წელიწადის პერიოდს. ეს არის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. მაგრამ მერწმუნეთ, რომ იაპონელებს შიკი არ აქვთ, იმიტომ რომ იაპონური გაზაფხული, მე მგონი ყველა თქვენგან მაიცის, როგორი ლამაზია და სათუთია და საკურა ყვავის და ბევრი ყვავილი ყვავის და ასე შემდეგ, მაგრამ გრძელდება მხოლოდ და მხოლოდ 2 კვირა. დანარჩენი ან ძალიან ცივა და 2 კვირის მერე იწყება სასწაულის სიცხეები. ანუ ძალიან ცხელა. იაპონიაში სიცხე არის გაუსაძრისი, იმიტომ რომ არის ტენიანობა არის მაღალი. შემდეგ გვაქვს ზაფხული, იწყება ეგრევე, აი ამ აპრილის შუა რიცხვებიდან ეგრევე გადავხტებით ხოლმე ზაფხულზე და გვეგლიჯება სახე და ყველაფერი ისე ცხელა, მით უმეტეს მე-6 თვე, მე-7 თვე და მე-8 თვე არის წამება. მე-9 თვეშიც ძალიან ცხელა და თითქოს უნდა იყოს შემოდგომა, მაგრამ შემოდგომაც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 2 კვირა, როდესაც ყვავილს ნეკერჩხლის ხე. მე მგონი გინახავთ ხო სურათებში ჩავსავ აქ მაინც რაზე ვსაუბრობ და არის ძალიან ლამაზი და მერე იწყება სასტიკი ზამთარი. ხალხო ესენი ამბობენ რომ კავკასიაშია მარტო ესეთი სიცივე და აი საქართველოში ცივა და ესე რაღაცა აქაური სიცივეა, აი რო გაგაძრობს სახეს, დედასვიცა ვარ, იცით როგორ ცივა? ეხლა დაწვრობით მოგიყვებით რაღაცებს, მაგალითად გაზაფხული. რისი ნახვა შეიძლება გაზაფხულზე იაპონიაში და მე რა დამემართა გაზაფხულზე იაპონიაში. იაპონიაში გაზაფხულზე როგორც ყველამ კარგად იცით, ყვავის საკურა. და საკურა არის ლამაზი, შესანიშნავი, პრინცესული და ვფიქრობ, რომ ერთხელ მაინც უნდა ნახოს ყველამ, მაგრამ პაპას სოფელში იმდენი ატმის ხე ჰქონდა და იმდენი ალუბლის ხე გვედგა, რომ ყოველ წელს მქონდა ხოლმე მე ჩემი ჩერი ბლოსომი. ხო და ჩემთვის ეს არ იყო ახალი, მაგრამ ნუ ლამაზია, იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად ველურული ხეები იყო და აქ ყველა ხე არის მოვლილი, ლამაზი, დაცული, მოკლედ არის პარკები სპეციალურად ამ ჩერი ბლოსომის სანახავად და არის ლამაზი უფრო რა თქმა უნდა. გავგიჟებულიყავი, მაგრამ ვთვლი რომ არის ძალიან ლამაზი და არის ძალიან პრინცესული და ყოველ წელს მივდივარ ხოლმე სანახავად, წელსაც ვიყავი. მოდი ჯერ გეტყვით იმას, ჩემ ალერგიებზე გადავალ ახლა საუბარზე. მე ზოგადად ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ ალერგიული წამლებზე, ლიდოკაინი, ნოვოკაინი, გამაყუჩებელი წამლები და მახსოვს კბილს, როდესაც ვიპლომბავდი, გაუტკივარების გარეშე ამომიღეს ნერვი. ანუ ცოცხალზე მაქვს ნერვი ამოღებული კბილიდან და მე აი რა ტკივილს ვერ უნდა გაუძლო და გუშინ მივარტყით ნეკათითი სკამის რაღაცას და კინაღამ დავტოვე იქვე სული. აი ეს პატარა რაღაცები მყავს, რომ დიდი მოდი. დიდი ტკივილები ჩემთვის არაფერი არ არის. ზოგადად ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ ამ რაღაცებზე ალერგიული და იაპონიაში ჩამოსვლიდან 3 წლის შემდეგ დამეწყო თვალების ქავილი, ცხვირის დაცობა, ყელის რაღაცნაირი ტკივილი, ანუ ქრონიკულ ტკივილში რო გადაგდის ეს ყველაფერი და მეთქი რამჭირს და წავედი ექიმთან. და მითხრეს, რომ ვარ ალერგიული გაზაფხულზე. და ზუსტად, ამ ყველაფერს დაემატა ძალიან ბევრი ალერგია, სხვადასხვა ალერგიები, ანუ პურს ვჭამდი და მუცელში რაღაცნაირად ცუდად ხვდებოდი ხოლმე, რაღაცებს ვჭამდი და ცუდად ხვდებოდი და ცუდად კი არ ხვდებოდი, ანუ მქონდა ცუდი შეგრძნება, ესე რომ დავეცე და ვიხრიალო, ეს რაღაცები არ მქონია რა. ხო და ზუსტად 3 კვირის წინ ვიყავი ექიმთან. გადავიხადე $30 იმისთვის, რომ გამეგო რაზე ვიყავი ალერგიული. იაპონიაში დაახლოებით 300 სახეობის ალერგიაზე შეუძლიათ რომ შეგამოწმონ და რამდენი მქონდა თქვენი აზრით. და ისეთი ალერგიაც მქონდა, რაც ალბათ ბევრ თქვენგანს გაგონილიც არ ექნება, იმიტომ რომ მე თვითონაც გაგონილი არ მქონდა და მქონდა 278 ალერგიაზე ვიყავი დადებითი.
ანუ 278 ალერგიის მატარებელი ვარ მე. მათ შორის არის სიცივის ალერგია, რომელმაც დამტანჯა მთელი ზამთარი, იმიტომ რომ მიწითლდება, მეფხანება, მაქვს საზისხარის შეგრძნება და ასე შემდეგ. ეს სიცივის ალერგია არის გამოწვეული იქიდან, რომ მე ჩემი ტემპერატურა ორგანიზმის მაქვს დაახლოებით 37, 36 და 8, 36 და 9, 37 გრადუსი. ანუ ნორმალურად როდესაც არ ვარ გაციებული, მაქვს ამდენი სიცხე. და უცბად რო იწევს ტემპერატურა, მოკლედ ჩემი ორგანიზმი ცდილობს, რომ საკუთარი თავი გადაარჩინოს, დაიცვას და მოკლედ ესე რაღაცნაირად სივდება და შიგნით აგროვებს ამ სითბოს. აი ესე ამიხსნა ექიმმა მოკლედ. შემდეგ ალერგია, რომელიც არ გაგიგიათ არც თქვენ ალბათ და არც მე, ეს არის კოღოს ნაკბენზე ალერგია. ხალხო, 27 რაღა იყო და 24/7-ზე ზაფხულში ვიყავი გარეთ. გაგანია სიცხეში. კოღოების კვენა ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენდა და მოდი და სულ კოღოები მკვენდნენ ყველგან აბსოლუტურად დაკვენილი ვიყავი გიჟივით. ხან ზილიონკას ადმესვა, ხან სადმესვა. და მაქვს კოღოს ალერგია. და სიმართლე რომ გითხრათ, დაახლოებით წელს გამიჩნდა ეს შეგრძნება, რომ კოღო როდესაც მიკმენდა, საოცრად მისივდებოდა, არ მეფხანებოდა, ტკიოდა და მაგრდებოდა შიგნით რა. ხო და ვიფიქრე რომ რაღაცა სხვანაირი კოღოები ხوار გამოვიდნენ, მეთქი რაღაცა ჯანიანები, რომ ისა რა ქვია, მეთქი ამათზე მაქვს მეთქი მარტო ალერგია თქო ესე მეგონა, მაგრამ რეალურად ყველანაირი კოღოზე მაქვს თურმე ალერგია. აგრეთვე მაქვს ალერგია ბზიკებზე, ბუზებზე, ყველაფერზე. აი როგორ უნდა ვიცხოვრო, არ ვიცი. მაგრამ ნუ ეს რაღაცა და ჩემ შემთხვევაში მე მაგალითად კვერცხლებს ალერგია მაქვს თურმე. არ ვიცოდი, იმიტომ რომ ბებიას ყავდა ქათმები და ყოველდღე ახალ კვერცხს ვჭამდი ხოლმე და დიდად ესე ნუ მუცელი კი მტკივდებოდა მაშინაც და ახლაც. მაგრამ ნუ არ ვიცოდი რომ ალერგიული ვიყავი. და ექიმმა მითხრა რომ ორგანიზმმა გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი, რომ გადალახოს ეს რაღაცა, დაამარცხოს ეს ალერგია და დაამარცხოს ეს ალერგია და არაფერი არ მომივიდეს მოკლედ. ანუ ჩემი ორგანიზმი უფრო ჯანიანი გახდა, ვიდრე აქამდე ვიყავი. და ნუ მოკლედ ეს ჩემ ალერგიებს და რაღაცეებზე იქით იყოს ეს რატო დავიწყე? იმიტომ რომ საკურასაც აქვს თავისი ალერგია, მტვერი, რომელიც თვითონ ყვავილშია, არის კიდევ 1000 ბალახი, რომელიც გაზაფხულზე ყვავის და მინდა რომ თქვენც თუ ჩამოხვალთ და ხართ ალერგიული, გაზაფხულის პერიოდში აუცილებლად იქონიეთ ან წამალი, ან პირბადე გაიკეთეთ, ან სათვალით იარეთ, იმიტომ რომ მართლა ტანჯვაა და არ არის ესეთი მარტივი, ხა კი ვხუმრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ღამე ვერ სუნთქავ, დილის თვალები გეფხანება. ჩემ შემთხვევაში მაგალითად ცხვირი მეცობა მე. არიან ადამიანები, რომელსაც სულ ცხვირიდან როგორც წყალი ესე მოздით რაღაც ალერგიის გამო, იმიტომ რომ გაღიზიანებულია ყველაფერი, აბსოლუტურად ყელყურ, ცხვირ, ყველაფრის სისტემა. შემდეგ მინდა განახოთ მთავარი რაღაც, რაც მინდა რომ იცოდეთ და რაც ჩემი აზრით იქნება უფრო საინტერესო, ვიდრე რაც აქამდე ვილაპარაკე ის. ალბათ გაგიგიათ ასეთი რაღაც, რომ ჩინეთში მთლიანი წლის მანძილზე და გაზაფხულზე არის ჰაერი ძალიან დაბინძურებული. არის ორი დაბინძურების სტილი, ერთი არის გამონაბოლქვი, რომელიც ძალიან ბევრი ქარხანა გამოყოფს გამონაბოლქვს და მეორე არის სუნა, რომელიც მონღოლეთის და ჩინეთის გასაყარზე არის ასეთი უდაბნო, საიდანაც გაზაფხულის ქარები აფრენენ აქეთ-იქით ამ მიწას, ამ სუნას და მოფრინავს ხოლმე იაპონიამდეც. ეს არის ის ვიდეო, რომელიც გადავიღე მე დაახლოებით 1 თვის წინ და ახლა ეს სუნა კი არ არის, მაგრამ არის დაბინძურებული ჰავა, რომელიც მოდის ჩინეთიდან და ამას ქვია PM2.5. აი ესე გამოიყურება. ეს შეიძლება გეგონოთ, რომ არის ან მოღრუბლული ამინდი ან რაღაცა ასე, მაგრამ არა, ეს არის დაბინძურებული ჰავა. ქარს ქარებს რომ მოაქვთ ჩინეთიდან აი ეს ჰავა, ზუსტად ეს არის. ნუ არ ჩანს არც მთა, არ ჩანს არც გზა და
ძალიან ძნელია სუნთქვა. და შემდეგი რომელიც თქვი სუნა, ის არის მტვერი, რომელიც გაზაფხულის დასაწყისში მოდის. ეს სუნა, აი მართლა მიწარო დაფრინავდეს ისეთია. აი პირს რო გააღებ, პირი გევსება მტვრით. თვალებზე ლაპარაკი არ მაქვს საერთოდ და მოკლედ გაზაფხული არის ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი ალერგიული ადამიანისთვის ძალიან ძნელად გადასალახი და გადასატანი. ჩემთან სამუშაოზე მუშაობს ერთი ჩინელი გოგო და იმას რო ვკითხე მეთქი, მართლა ესია მეთქი, დიდ ქალაქებში არის ასეო და ძალიან სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ამით ავადდება და ბევრი ხალხს ექმნება უფრო დიდი ფიზიკური და ჯანმრთელობის პრობლემები, ხო? ხო, ამაზე მინდოდა რომ ძირითადად მესაუბრა და ეხლა მოდი გადავიდეთ შემოდგომაზე. ზაფხულში ქუცხელა ბუღი აზდის ქალაქს და გადავდივართ მერე პირდაპირ ვითომ შემოდგომაზე, როდესაც ყვავის ისეთი ლამაზი ხე, რომელსაც ქვია მომიჯი, ეს არის ნეკერჩხლის ხე და ტურისტებისთვის ყველაზე სასურველი ალბათ პერიოდი იაპონიაში ჩამოსასვლელად არის შემოდგომა ნეკერჩხლის ხე, როდესაც ისვლის ფერს და კიდევ გაზაფხულზე, როდესაც საკურა ყვავის. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, სასტუმროები, ბილეთები არის ძალიან ძვირი და ძალიან ბევრი უცხოელია ხოლმე თელს იაპონიაში გაფანტული. ზამთარში იაპონიაში არაფერი არ ხდება, ზაფხულში იაპონიაში არაფერი არ ხდება. ზაფხულში არის მხოლოდ ფეიერვერკის რაღაცა ფესტივალები, ბევრი ფეიერვერკია, ზამთარში არანაირი ფეიერვერკი, არანაირი ახალი წლის აღნიშვნა. ზამთარში იაპონია არის ყველაზე ჩუმი. აი, ჩუმად ატარებენ ხოლმე თავიანთ სახლებში დროს და ხვდებიან ახალ წელს მოკლედ. თუ დააპირებთ ჩამოსვლას, ძალიან კარგი პერიოდი არის გაზაფხული, მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე. ძალიან ბევრი ყვავილი ყვავის, ძალიან ლამაზად არის მოწყობილი ყველაფერი და მე მგონი რომ ისიამოვნებთ. და თევზიც გემრიელია გაზაფხულზე კი. შემდეგ არის შემოდგომა, ასევე საჭმელი ძალიან გემრიელია შემოდგომით და ყვავის ეს ნეკერჩხლის ხე, რომელიც წეღან გითხარით და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ლამაზი. მოკლედ, ამის საუბარი მინდოდა, ეს მინდოდა რა თქვენთვის გამეზიარებინა, ვიმედოვნებ, რომ იყო რაღაცა შემეცნებითი, რაღაცაში დაგეხმარეთ, რაღაცა მოგეწონათ, არ ვიცი და ძალიან მიხარია, რომ კომენტარებს მიწერთ და რომ მიყურებთ და რომ ბევრდებით და ინსტაგრამზეც რომ თვალს მადევნებთ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან დიდი мотиваცია არის ჩემთვის და კიდე საქართველოს ძალიან რომ მენატრება, აი ამით ვიკლავ გულს რაღაცნაირად და მგონია რომ ახლოს ვარ თქვენთან, ახლოს ვარ საქართველოსთან და რაღაცნაირად მომწონს ეს პროცესი, ვიდეოების გადაღება, ჩაწერა თქვენთვის რაღაცების გაზიარება და ძალიან მიხარია თუ მოგწონთ. მოკლედ ეს ვიდეო აქ დამთავრდა. ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ, ისიამოვნეთ და შემდეგ ვიდეომდე. ბაი!